მოგესალმებით, პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30-ია და ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი თქვენთვის ვიმუშავებ პირდაპირ ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე. გადაცემის თემა არის ისევ იმ გადაცემათა ციკლს ვაგრძელებთ, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია და მიმდინარე რეფორმა. გუშინ როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა პარლამენტში და დეპუტატებმა მოისმინეს მოხსენება ორ ძირითად თემაზე, არაბული ქალაქების მშენებლობისა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ. ჩვენ კონკრეტულად ამ გადაცემაში განათლების რეფორმის კვალდაკვალ გვაინტერესებს რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ განათლების უმაღლეს სკოლაში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად მან გაიმეორა იგივე რაც არის იმ 4 გვერდზე გამოქვეყნებული. ახალი რამ მას არ უთქვამს, შეიძლება დააზუსტა რაღაც საკითხები, მაგრამ ისეთი რომ რაიმე ახალი ყოფილიყო, ასეთი არ არის. ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოაქვეყნებს, ასე ვთქვათ, გააკეთებს პრეზენტაციას სასკოლო ახალი რეფორმის შესახებ. ეს მერამდენე ეტაპია, მერამდენე ახალი რეფორმა უკვე თვლა ანგარიში არ აქვს. ვინაიდან პრაქტიკულად ამ უმაღლესის გამოქვეყნებულ კონცეფციასთან დაკავშირებით ყველა საკითხი ყველანაირი კუთხით განხილულია, რაც არის გამოქვეყნებული და ძირითადი დოკუმენტები არ ქვეყნდება და ძირითადი საკითხები არ არის ჯერ ცნობილი, ალბათ თვითონაც არიციან, იმიტომ რომ შრომის ბაზრის, როგორც გავიკეთ გუშინ, შრომის ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და ალბათ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ალბათ ერთ თვეში, იმიტომ რომ ან თვენახევში უფრო ადრე, იმიტომ რომ შემდეგ პროგრამები უნდა განისაზღვროს ამის მიხედვით, უნდა განისაზღვროს ადგილები, უნდა გამოცხადდეს რაზეა მოთხოვნილება და ასე შემდეგ. კარგით, მე დღეს გადავწყვიტე ვისაუბრებ ასევე სასკოლო რეფორმის ორ სეგმენტ შევეხები, ეს არის 11 წლიანი და 12 წლიან სწავლებასთან დაკავშირებით და ასევე მასწავლებელთა სქემასთან დაკავშირებით ძალიან ასე ვთქვათ მოკლედ შევეხები, იმიტომ რომ მე ამას სქემას მიუძღვენი რამდენიმე გადაცემა და სქემის პრეზენტაცია დაიწყო. მე დღეს რამდენიმე საინტერესო ამონარიდი პრემიერ-მინისტრის ასე ვთქვათ გამოსვლიდან მოგახსენებთ. ასეთია რამდენიმე უნდა ვაღიაროთ, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასულ 13 წლის განმავლობაში. ბატონი პრემიერ-მინისტრმა ბრძანა გასულ დღეს. ვეთანხმები ამაში, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. სამწუხაროა რომ იყოს ბევრი რამ გაკეთებული სასიკეთო, კარგია, მაგრამ რასაც მე ვამბობდი თქვენს წინაშე, პატივცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მთელი მართლა 13 წლის მანძილზე, რომ არაფერი არ კეთდება, მნიშვნელოვანი არ კეთდება და რაც კეთდება, არ კეთდება კარგად, აგერ ადასტურებს, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში. თქვა ბრძანა პრემიერმა. მე ვიტყოდი, რომ განათლებაში ძალიან მცირე გაკეთდა და პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. როცა მოვიდნენ აი ეს ბიუჯეტის ხარჯზე სახელმძღვანელოები, კი ბატონო ეწერათ პროგრამაში, შემდეგ მოხდა მასწავლებლების ხელფასების მომატება, მაგრამ ამავე დროს პროფესორ მასწავლებლებს
უმაღლეს სკოლაში ხელფასები არ მომატებიათ და კიდევ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტები არა, მაგრამ რამდენიმე დადებითი პროექტი გაკეთდა. კიდევ ვამბობ, არა მასშტაბური და რესპუბლიკური მნიშვნელობის. და რაც გაკეთდა ყველაფერი იშვიათი გამონაკლისის გარდა არ უნდა გაკეთებულიყო. აი ეს მინდა მივაწვდინო ხმა პრემიერ-მინისტრს. სქემა, რა თქმა უნდა, ახლა ეს პრემიერ-მინისტრი ბოლო წელწადნახევარია არის პრემიერ-მინისტრი, თორე მანამდე რაც კეთდებოდა, საერთოდ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ არის საუბარი, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, მაგრამ პირველ რიგში საკანონმდებლო ხელისუფლება, პარლამენტი, ჯერ პირველ ყოვლისა მართველი პარტია და პარლამენტი მოდის გარკვეული პროგრამით და პარლამენტი შემდეგ ამტკიცებს ამ ასე ვთქვათ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. სქემა გაკეთდა ძალიან ცუდად. თავიდანვე ცუდად იყო ეს მასწავლებელთა სქემა გაკეთებული, მერე ცვალეს, შეიტანეს რამდენიმე ათეული ისა, ახლა კიდე გრძელდება ალბათ რამდენიმე ათეული ცვლილებაა შეტანილი, ეროვნული სასწავლო გეგმები რამდენჯერაც მიიღეს, ყველაფერი არის ცუდად გაკეთებული, იმიტომ რომ წინამორბედი პრემიერ-მინისტრებიც აღნიშნავდნენ ამას, ერთი 5 წლის წინ თქვა წინანდელმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომ ძალიან დიდი გარღვევები გვაქვს ჩვენ ეროვნულ სასწავლო გეგმაშიო, სტანდარტებშიო და სახელმძღვანელობაშიო და იმის შემდეგ რამდენი გავიდა, რამდენი დრო და ჯერ კიდევ ახლა ამბობენ, რომ აი ახალი სტანდარტები იქნება, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იქნება, ახალი სახელმძღვანელოები იქნება და დღეს ერთ-ერთი პარლამენტარი ამბობს, რომ აი სახელმძღვანელოებშიო ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, ბატონი ბოჟაძე გამოდის დღეს და ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა. კი, მაგრამ ბატონლადო 13 წელი რასაკეთებდით, რატომ არ შეცვალეთ ეს სახელმძღვანელოები, ვინ გიშლიდათ ხელს და თუ ვინც გიშლიდათ, უნდა გამოხვიდეთ და უნდა ბრძანოთ ხალხს, უნდა ჩააბაროთ ანგარიში და გულწრფელად უნდა თქვათ. შემდეგ და ამ ფონზე უნივერსიტეტებში არანაირი ცვლილება არ ხდებოდა. სკოლამდელებზე კანონი მიიღეს, კი ბატონო, კანონი მიიღეს სკოლამდელებზე და პროფესიულ სასწავლებლებზეც ახალი კანონი მიიღეს. მაგრამ იცით რა არის? არ არის რაღაც ეფექტური ეს კანონი და აი ისეთი დატვირთვით ვერ ამუშავა ეს პროფესიული სასწავლებლები, როგორც არის საჭირო. ან არის სულ რამდენიმე ძალიან კონკურენტუნარიანი და ძალიან დატვირთული პროფესიული სასწავლებელი და რატომ ვერ კეთდება და ვერ ხერხდება ის, რომ რამდენიმე ასეთი ცენტრი გაჩნდეს. ხომ შეიძლება ესე იგი, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყოს მთელ რიგ პროფესიულ სასწავლებლებზე, ხომ? ესე იგი, კარგია, ხომ? რატომ არ შეიძლება, რომ ასეთი პროფესიული სასწავლებლები გამრავლდეს? ამიტომ საჭიროა პროფესიონალები, კომპეტენტური ადამიანები იდგნენ ამ სამინისტროში, ამ მიმართულებით, პროფესიული ტექნიკური სასწავლებლების მიმართულებით და ასევე ამ პროფესიული სასწავლებლების დირექტორებად. ეხლა რაც შეეხება კიდევ მეორე ასე ვთქვათ ამონარიდი მინდა საყურადღებო რა თქმა უნდა მე ყველას ვერ შევეხები დღეს ამ გადაცემაში ვინაიდან დროში შეზღუდული ვართ თუ ვთანხმდებით იმაზე რომ დღეს უმაღლესი განათლების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც რომ სახელმწიფოს ქვეყნის ხალხის ინტერესებშია ამ ვითარების შეცვლა ანუ რეფორმის გატარება ბრძანა პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ გამოსვლაში კი ბატონო ვთანხმდებით იმაზე რომ უმაღლესი განათლების დონე და მე დავუმატებდი სასკოლო განათლების დონე არადამაკმაყოფილებელია ჩვენ ქვეყანაში არის პრობლემები არის თუ არა რეფორმა გასატარებელი? არის, რა თქმა უნდა. რეფორმა გასატარებელი. მაგრამ
სახელმწიფოს ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში და ხალხის ინტერესებში კი ბატონო არის, რომ განათლების ხარისხმა და განათლების და ცოდნის დონე მაიწიოს. მაგრამ აი ასეთი სახით რაც გამოქვეყნდა შეიძლება ეს პრობლემები არის რეალურად, მაგრამ მას უნდა ახდეს, მე ვთქვი წინა და წინა გადაცემებში, მთელი დოკუმენტთა პაკეტი, სურათი უნდა გქონდეს სახეზე სრულყოფილად, რასთან გვაქვს საქმე და უმაღლესებიდან არ უნდა დავიწყოთ რეფორმა. რეფორმა ჯერ წინსწრებით ერთი საფეხურით მაინც უნდა დავიწყოთ სკოლებში, სკოლებმა უნდა გამოუშვან კონკურენტუნარიანი ცოდნის მქონე მოსწავლეები და შემდეგ უნდა დავიწყოთ ეს ფუნდამენტური რეფორმები უმაღლესებში. მაგრამ აქ უნდა ვუპასუხოთ ორ მთავარ კითხვას. ანუ პრემიერი ხო ამბობს, რომ სახელმწიფოს ქვეყნის ხალხის ინტერესებშია ამ ვითარების შეცვლაო, ანუ რეფორმის გატარება. მაგრამ უნდა ვუპასუხოთ ჩემი ასე ვთქვათ აზრით ორ მთავარ კითხვას. მოცემული რეფორმა ემსახურება თუ არა სახელმწიფო ინტერესებს და მეორე, მოცემული რეფორმა ემსახურება ფართო საზოგადოების ხალხის ინტერესებს თუ დადებითი პასუხებს მივიღებთ ამ კითხვებზე, მაშინ უნდა გავაკეთოთ ის რეფორმა, რომელიც იქნება განხილული საერთო სახალხო განხილვით და პროფესიულ წრეებში. თუ უარყოფით პასუხებს მივიღებთ, მაშინ ასეთი სახის როგორი რეფორმაც იქნება ქაღალდზე გაწერილი, არ უნდა გავაკეთოთ, არამედ უნდა გავაკეთოთ ისეთი, რა დაუშვათ შენიშვნებიც და შესწორებებიც იქნება შეტანილი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ რეფორმაში. აი ამაშია საქმე. ამიტომ ეს დაძაბულობა რომ მოიხსნას, თქვენ უნდა გამოაქვეყნოთ დოკუმენტთა პაკეტი და მანამდე კი დაიწყოთ სკოლების რეფორმირება, მართლა ფუნდამენტური რეფორმები გატარდეს. შემდეგ, დღეის მდგომარეობით, იგივე ძალიან გახმაურებული თემაა, ყველაზე უფრო მეტად განხილვადი, სტუდენტების 85%-ზე ვციტირებ ისევ პრემიერ-მინისტრს, მეტი სწავლობს დედაქალაქში. გვინდა განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები, ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ასე შემდეგ, რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება. კი ბატონო, ესე იგი 85% აქ არის თავმოყრილიო და ხელოვნურად უნდათ ეს რიცხვი თბილისში შეამცირონ და ხელოვნური ჩარევით გაზარდონ მაგალითად პირველ რიგში ქუთაისში სტუდენტთა რიცხვი, შემდეგ რეგიონებში. ეხლა რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების წინააღმდეგი მე არ ვარ. მაგრამ ან ვინ უნდა იყოს? მაგრამ რეგიონული მე მიმაჩნია, რომ რამდენიმე რეგიონული უნივერსიტეტი ალბათ უნდა დაიხუროს. და პირველ რიგში ზუგდიდის. ეგ არასდროს არ ყოფილა, ახლა გაიხსნა, შედარებით ახალი გახსნილია და ეგ კონტინგენტი მე ვთქვი, სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც თბილისში მდებარეობს, გადაიტანეთ დასავლეთ საქართველოში, არა ზუგდიდში, არამედ ბატონი ივანიშვილის უნივერსიტეტში და ეწოდოს სოხუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი. შემდეგ ზუგდიდის უნივერსიტეტიც ის კონტინგენტი გადმოიტანეთ აქეთ, ის შენობა არ დარჩება უპატრონოდ, გადაეცით რომელიმე სკოლას. და კიდევ შეიძლება სხვადასხვა რეგიონული უნივერსიტეტების ასე ვთქვათ დახურვა. შემდეგ, ეხლა რაც შეეხება არ იტვირთება ისე როგორც საჭიროა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ამიტომ აკაკი წერეთლის ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ
არც ცუდი არაფერი მოხდება, იმიტომ რომ საუკეთესო პირობებია ივანიშვილის უნივერსიტეტში, მე ყოფილ ვარ და ვიცი ივანიშვილის აშენებულ უნივერსიტეტში და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიუერთეთ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და აი ეს იქნება, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ ნახეთ უმაღლესი განათლების ისევ ციტირებ პრემიერ-მინისტრს უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარ განვითარებაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა თბილისი და გვინდა ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით. რიგით მეორე ქუთაისი არის რიგით მეორე, მაგრამ ეს თქვენ არ გაკმაყოფილებთ. რიცხვი რო გაიზარდოს, თქვით, მიუერთეს ეს უნივერსიტეტები. კერძო უნივერსიტეტები გააუქმეთ, ამდენი უნივერსიტეტი 45 ანუ 64 უნივერსიტეტზე საუბრობდით თქვენ ბატონო პრემიერ-მინისტრო და 64 უნივერსიტეტი არაა საქართველოში საჭირო. ეს 45 უნივერსიტეტიდან ობიექტურად რო შემოწმდეს ეს კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მაღალი დონის ევროპული კრიტერიუმები, შეფასების კრიტერიუმები, ამიტომ დაიხუროს ეს და რომელიც გაუძლებს იმ მაღალ ევროპულ მოთხოვნებს, იმ კრიტერიუმებს, დარჩეს რამდენიმე უნივერსიტეტი. ასეთი სულ შეიძლება იყოს საქართველოში 3, 5, მაქსიმუმ 6. პატარა ჩვენი ტოლ სახელმწიფოებში და ჩვენზე დიდებშიც არ არის ამაზე მეტი კერძო უნივერსიტეტები. ეხლა რაც შეეხება და ეს თავისთავად გამოიწვევს ქუთაისის უნივერსიტეტის გაზრდას. და სათანადო რეფორმების გატარება სკოლებში გამოიწვევს საერთო ჯამში სტუდენტთა რიცხვის შემცირებას. უმაღლესი განათლების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ესე იგი რაღაც უდაბლესი ქულით მოხდეს აბიტურიენტი უმაღლეს სკოლაში. რა აზრი აქვს მაშინ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას? მე აზრს ვერ ვხედავ. 9 ქულას და 10 ქულას რო დაუნიშნავ და 15 ქულას ქართულ წერაში. ქართულ წერაში იცით როგორ უნდა იდგეს საკითხი? აი მაშინ ნახეთ თუ არ ამაღლდება ქართულის სწავლების დონე და თუ არ დაიწყებენ ეს თუ არ მიუტრიალდებიან წიგნებს. 40% მინიმუმ 50 თუ არა უნდა იყოს ზღვარი, ვერ გადალახავს ქართულ წერაში, ვერ უნდა გახდეს სტუდენტი. რა უბედურებაა ეს? ინგლისურში იღებენ 1000 ჯერ მეტ მაღალ ქულას და ქართულში 1000 ჯერ ნაკლებს. 100 ჯერ მეტ ხომ იღებენ? და 100 ჯერ ნაკლებს ხომ იღებენ ქართულ წერაში და 100 ჯერ მეტ უცხო ენაში. შემდეგ ეხლა ამ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და მერე გადავიდეთ სკოლებთან დაკავშირებით ამოვწუროთ ეს ისა ნუ ამ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით ერთი აჟიოტაჟია შექმნილი და მეც შევეხები ერთი წუთით ზუსტად უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა ვციტირებ კობახიძეს დაახლოებით 80 მილიონი იქნება ეს დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისათვის თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული დარჩება კი ქვეყანაში ეს ფული ვეკითხები პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას. ჯერ ერთი იქ ცოტა მეტია 97 მილიონია, მაგრამ ნუ ვთქვათ ეხლა 80-ია თუ 97-ია, ამას ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რამდენიმე მილიონს, მაგრამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემოვიდა პირველად უცხოელი სტუდენტი და შემოვიდნენ უცხოელი სტუდენტები. და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამებს
აქვთ საერთაშორისო აღიარება. საერთოდ უნივერსიტეტს, სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო აღიარება. და ამ თქვენ კერძო უნივერსიტეტებს, რაც არის მრავალ უნივერსიტეტშია, კერძო უნივერსიტეტში სამედიცინო გახსნილი. მათ არ აქვს საერთაშორისო აღიარება. ან შეიძლება გქონდეს რაღაცა დონით, მაგრამ ეს არც იყოს ცნობილი იმ სტუდენტისთვის, იმ უცხოელისთვის, ან არც დაკმაყოფილდეს. და არ წამოვიდეს საქართველოში და წავიდეს სხვაგან შედარებით, სადაც ჩვენაირი ფასებია. მაგალითად აზერბაიჯანში, მაგალითად სომხეთში. ან მაგალითად სხვა ქვეყანაში. ახლა ამიტომ ეს საფიქრალია და მე რა მაინტერესებს წინა გადაცემაშიც თქვი და ახლაც იგივეს გავიმეორებ. ამ ხარისხის მართვის ცენტრმა რომ გასცა ეს ავტორიზაცია ხელს თუ უშლიდნენ ეს უცხოელი სტუდენტები და თუ სათანადო სწავლებას ვერ ახორციელებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქართველი სექტორის სტუდენტებზე, მაშინ რატომ იყო გაცემული ავტორიზაცია? ანუ ის კონკრეტულად იმდენი ადგილი 7,000, 600 რაღაცა ადგილი რატომ იყო გამოყოფილი უცხოელი სტუდენტებისათვის? აი ეს არის. მაშინ ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრს. ახლა 3+1+1-ის პირობებში ისევ ციტირებ პრემიერ-მინისტრს. სტუდენტების რაოდენობა შემცირდება. დღეს სტუდენტების რაოდენობა 150,000-ია და ჯამურად შემცირდება დაახლოებით 110,000-მდე. 60,000 სტუდენტმა შეიძლება ისწავლოს თბილისში, 30,000 ქუთაისში, დანარჩენებმა სხვა უნივერსიტეტებში. ამას კერძო უნივერსიტეტებიც ემატება. მე კიდე სხვა სტატისტიკა მოვიყვანე გასულ წელს და ნამდვილად ჩემი თვალებით ვნახე სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს ასეთ სტატისტიკას 2024-25 სასწავლო წლებში 187,799 სტუდენტია, აქედან 125,612 საბაკალავრო საფეხურზე სწავლობს, 57,377 კი სამაგისტროზე და პრემიერი ამბობს 150,000 სტუდენტიაო და სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი ამბობს რომ 187,799-იაო. შემდეგ აქედან რაც შეეხება ამ რიცხვის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებზე განაწილება ასეთია 187,799-დან 108,381 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, 79,418 კი კერძო უნივერსიტეტში და იცით რა არის? ამ სტატისტიკას და რიცხვებით ჭიდაობას თავი დავანებოთ. თქვენ როგორც ამბობთ, ისე იყოს ყველაფერი. მაგრამ რაშია მთავარი წინააღმდეგობა? წინააღმდეგობა არის იმაში, რომ 3+1+1 მოდელზე გადასვლა საქართველოსთვის არის ნაადრევი. აი ახლა რას ქვია ნაადრევი, თუ არ გადავალთ ხელისუფლება მეტყვის, არასდროს არ იქნება მასე დროული და ყოველთვის ვიღაცა იტყვის შენსავით, რომ აი არ არის დროული და რაღაც. არა, უყურეთ რა არგუმენტი მაქვს მე. თქვენ სკოლებიდან უშვებთ აბსოლუტური ცოდნის დონე 0. ნულოვანი ცოდნის დონე. ანუ ახალგაზრდას ეკითხები ბახმარო სად მდებარეობს? გონია კახეთში. ნაბეღლავი სად მდებარეობს? სამეგრელოში. არცეთ საგანში მათემატიკა ხომ არ იციან? საბუნებისმეტყველო საგნები ხომ არ იციან? არაფერი. წარმოდგენა არა აქვთ.
არც ერთ ელემენტარულ საკითხზე. ნუ ქართულში სავალალო მდგომარეობა, მათემატიკაში ორი ძირითადი საგანია პლუს ეს კარგით. ვის მიუძღვის ამაში თავარი ბრალეულობა ვის მიუძღვის? თქვენ და რატომ გწყინთ? კატის გამოცდები რომ მოხსენით, კლასიდან კლასში გადასაყვან გამოცდებს რომ არ ატარებთ და გამოსაშვები გამოცდები რომ მოხსენით მე-12 კლასში და არც დაწყებით საფეხურს რომ ამთავრებენ, არც იქ არ ატარებს სახელმწიფო გამოცდებს. არც მე-9 კლასი, კარგი ახლა დაემატა მე-10 კლასი. არც მე-9 კლასში ამოწმებდით ბავშვებს, როცა ამთავრებდნენ გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში იყო, რასაც გასაცოდავებული გამოცდები, მე არ ვამბობ, რომ ეს იყო მართლა ნაკლოვანებობით ისა რა ქვია, დატვირთული გამოცდები, მაგრამ ხო შეიძლებოდა იმის გარდაქმნა, გაკეთილშობილება, უფრო სრულყოფილება. თქვენ ამბობთ, რომ გამოცდების ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი არ გაუქმდება, არ გარდაიქმნება, არ შეეხება რეფორმა და პირველი პრეზენტაცია ორ ექსპერტთან ჩატარდა, როდესაც ეს მსოფლიო ბანკი იძლეოდა ჯერ 30 მილიონიან კრედიტს. და იმდენად კარგად ჩატარდა ქართველი სპეციალისტების მიერ და მაშინდელი მინისტრი იყო ბატონი ალექსანდრე კარტოზია, რომ იმ პრეზენტაციის შემდეგ 30 მილიონი დაუმატა კიდე მსოფლიო ბანკმა. ეს პრეზენტაცია შედგა თვითონ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და თვითონ პრეზიდენტის კაბინეტში, ანუ პრეზიდენტი შევარდაძე ესწებოდა ამ პრეზენტაციას. და ორი ექსპერტი ერთი კვირა მიდიოდა აი ინტენსიური აი პრეზენტაციისთვის მზადება, ვინ როგორ გამოვიდოდა და როგორ წარსდგებოდა და ერთი ვიყავი მე ექსპერტი, რომელიც ვაფასებდით ამ პრეზენტაციებს და ერთი იყო ბატონი გია მურღულია. და იქ ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული, მაშინვე ითქვა, რომ ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი შეიქმნებოდა, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდებოდა რამდენიმე წელი, 3-4 მაქსიმუმ 5 წელი და შემდეგ მოხდებოდა მისი რეფორმირება და ეს გამოცდები გადაინაცვლებდა სკოლებში. რატო ხართ წინააღმდეგი? იმიტომ რომ მაფიოზური კლანებია შექმნილი. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ სკოლებში ჩატარდეს სახელმწიფო გამოცდები? უფრო მობილიზებულები არ იქნებიან მოსწავლეები? უფრო არ ექნებათ მოტივაცია? აბა ის გამოდგება, რომ მე-12 კლასში არ დადიანო? აი მაგაზე არ ვიცი რა, ლოგიკა სად არის? 11 კლასს დატოვებთ, მე-11 კლასში არივლიან. თუ ხელუხლებლად დატოვებთ ამას ყველაფერს. და კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები იმიტომ არის საჭირო ყოველი წლის ბოლოს და მე-6 და შემდეგ მე-10 კლასში იმიტომ არის გამოსაშვები გამოცდები საჭირო, რომ მოსწავლეთა ცოდნის დონე აიწევს 100-ჯერ, 200-ჯერ და 500-ჯერ. არ ვიცი მე, თქვენი ლოგიკა, ჩემ ლოგიკას არ ეთანადება და უამრავია ჩემისთანა, რომელიც ამბობს, რომ რაღაცა 1000 გვარ იმას, რა ქვია, არგუმენტები მოყავთ. და თქვენ სადნახეთ რომელ ქვეყანაში, რომ რეფორმა მიდიოდეს დოკუმენტების გამოქვეყნების გარეშე, განხილვების გარეშე, პროფესიულ წრეებში განხილვების გარეშე, ფართოდ უნივერსიტეტებში, სკოლებში და არ იყოს იქ მეცნიერული კამათი, კრიტიკული აზრი, დიალოგი, დისკუსია. ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული და ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუები თუ სხვადასხვა გამოსვლები თუ სტატიები თუ სამეცნიერო დასკვნები თუ სად გინახავთ? მე ასეთი არაფერი მინახავს. არსებობს მსოფლიო პედაგოგიკის ისტორია და არსებობს საქართველოს პედაგოგიკის ისტორია. არც ერთი რეფორმა
ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე და ამაზე საშინელი რეფორმებიც ვნახეთ, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა განხილვების შუგზე. ახლა ჩვენ ჩაგვერთვება ქუთაისიდან ბატონი დიმიტრი გოშხეთელიანი. მე მინდა გამოვეხმაურო ბატონო დიმიტრი, ხაზე ხართ? მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩაგვერთვეთ ბატონო დიმიტრი. მე მინდა გამოვეხმაურო ეხლა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებას, რომელიც გუშინ გატარდა. არ არის ეს ასე ვთქვათ გასახარი და ესე ღმერთმა დამიფაროს რომ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება იყოს გასახარი, მაგრამ არ არის სრულყოფილად უნდა გამოქვეყნეს პატივცემულო ხელისუფლებაო. ეს ხალხი რო გაათავისუფლეთ, ზოგადად საზოგადოებას გააცანით. ეხა იტყვით რომ პერსონალური მონაცემები არა, ზოგადად უნდა თქვას ხელისუფლებამ რაზე არიან ეს ადამიანები გათავისუფლებული. რაც ქალბატონმა მარიამ ლაშხმა ასე ვთქვათ თქვა, ეს არ ვიცი მე რამდენად გამართლებულია, ანუ პირდაპირ თუ არა პირდაპირ აღიარებს რომ პოლიტიკურ საფუძველზე არიან გათავისუფლებულები? ან რაშუაშია რაღაცა რუსულ ხელისუფლებას გვეძახიანო და ხელფასებიო, ამიტომო როგორ უნდა აიღო სახელმწიფო სამსახურშიო. მე მინდა მივმართო ვინც ასე ფიქრობს ხელისუფლების ასე ვთქვათ წარმომადგენლებს. ადამიანებო, ეს ფული თქვენი არ არის. ბიუჯეტის ფული არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული არის საქართველოს მოსახლეობის კუთვნილება. მათი ჩვენი გადასახადებით არის ეს თანხები შეგროვილი. და რას ნიშნავს ასეთი პასუხი ყველაფერს ვიფიქრებდი და ასეთი პასუხი მე არ მაკმაყოფილებს და თქვენთვის არ არის სასარგებლო. ჩვენ ბატონო დიმიტრი საუბრობდით იმაზე რომ არაერთ გადაცემაში და სხვათა შორის ძალიან ბევრი გამოცდილი ექსპერტი წლების მანძილზე ჩვენ ვამბობდით რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა და ახლაც ამას ვამბობდი უნდა გადინცადოს რეფორმირება და საერთოდ იწერება 40 თანამშრომელი გათავისუფლდა, 60 თანამშრომელი გათავისუფლდა თუ რაც გათავისუფლდა, საერთოდ ყოველ წელიწადს უნდა გათავისუფლდეს ერთიანი ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. ყველა, აბსოლუტურად ყველა, ვინაიდან მაგ არის ისეთი დაწესებულება, სადაც შეიძლება მოხდეს დიდი ფინანსური ნაკადების არაოფიციალური ბრუნვა. და თავისთავად შეიძლება ჩაერთოს ადამიანი კორუფციულ ჭაობში. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, რაღაცა გადაცნობები რომ არ მოხდეს, ყოველწლიურად უნდა მოხდეს თანამშრომლების ცვლილებები. და ტესტებთან კი ვისაც აქვს საქმე, ეს ტესტები მთელი წლის მანძილზე არ უნდა ადგინოს ვიღაცა ჯგუფმა. როგორ ხდება ჩვენს ასე ვთქვათ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთში? აიღეთ მაგალითი. ერთი კვირიდან რამდენიმე დღით ადრე აყავთ თანამშრომლები და არ უშვებენ სახლში. და მობილურებით ჩამორთმეული აქვს და ყველაფერი. ბატონ დიმიტრი, აი რას მივაწეროთ ამ თანამშრომლების, ნუ ჩვენ ვაკრიტიკებდით. და ვამბობდით რომ გადაახალისეთ გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოგესალმებით, ქალბატონო, მივესალმები ტელემაყურებელს. ძნელი კითხვა დასვით ახლა. მე ნამდვილად არ ვიცი რატო გათავისუფლდა, მაგრამ აი ჩინეთ რო ახსენეთ. ჩინეთში ბინეთი თუ გაზონავდა სიკვდილით დასჯა. აქ პირდაპირ დასჯა, სიკვდილით დასჯა, დაყრდავდნენ რო იტყვიან ესე. ნუ ახლა ჩვენ ყველობა და ქრისტიანი ხალხი ვართ, მაგრამ ეროვნული ცენტრია თუ რაც ცენტრია და საერთოდ თელი განათლების სისტემა სიყალბაზე რო დგას, შედეგს უყურებთ ახლა, ხო? გინდა გამოცდები იყოს, გინდა სასკოლო ნიშნები იყოს, გინდა სახელმძღვანელოები იყვნენ და
ახლა რომ აცხადებენ 13 წელი გავიდა სახელმძღვანელოები მე და თქვენ ამდენი გადაცემა მიუძღვენით მე პირადად თუ მე ვიწყებდი გამარჯვების შემდეგ სახელმძღვანელოს 13 წელი როდესაც რამოდენიმეჯერ კონკურსი ამგერმა ჩაატარენ კაცო აქ არ არის სულ ვიძახის ნეტაში საერთოდ არ დამეწერა არაფერი არ გამეკეთებია სახელმძღვანელო არის მავნებლური დღეს გადავხედი ახლა ყველა ჩემ პოსტს რაც მივიწვდება ბოლო დროს და ერთ-ერთზე ზოგი 7 წლისა ზოგი 6 წლის პოსტებია ზუსტად ერთ-ერთზე ემთხვევა განათლების დღევანდელ სიტუაციას რომ აგერ ახლა ქალბატონი აცხადებს შვილიდან გამომდინარე ბევრი მოწონება აქვს ბევრი კომენტარებია ერთი არ არის ოპოზიციონის რომელიმე წარმოადგენის კომენტარი ან გაზიარება გულისტკივილი ან ერთი ხელისუფლების მიერ მე მოვნიშნე განათლების სამინისტროს სხვადასხვა ესე იგი არის არ უნდა თამგეს გაკეთება და რაც შეეხება ახლა ეროვნულ ცენტრს ნუ ახლა ეს რომ არ მუშაობდა ისე და აქ ეჭვი არსებობს ძალიან დიდი ეჭვები არსებობს თქვენ ეს დეტალურად ისაუბრეთ დაახლოებით წინახევრის წინ და არანაკლებად ახლა მე იმდენად არ ვისაუბრეა მაგრამ მე ქუთაისის მაგალითს ვთქვი რომ არის და თუ ოდნავ მაინც კორუფციული სიტუაცია იქნება ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება და მე მესამე მართლა არ ვიცი ახლა ლაშქრიმ რა განაცხადა არ მოვისმენიათ მაგრამ თუ მაგიზა განთავისუფლდნენ ეს არის აბსურდი ხო თუ იმისა რომ პოლიტიკური შეხედულება არ აქვს თქვა მოჩნების თქვა და მაშინ მარტო ოჩნება უნდა დარჩეს აქ და არ უნდა დარჩეს ხო სიტყვა ზაიც თანამშრომლები და მე მესამე კიდევ ერთხელ გეუბნებთ ახლა არა ვარ დაჭერის და ვინმეს მომხრე მაგრამ როდესაც ეს სახელმძღვანელოები ასეთი უბედური იყო რომელმაც დაშალა განათლების სისტემა ვიღაცამ წეს არ უნდა აგოს ბოლოს და ბოლოს არ უნდა გამოაცხადო რომ აი ეგია დამნაშავე დავანებოთ დაჭერას თავი დავანებოთ ციხეს თავი დავანებოთ სასჯელს სისხლის სამართალს რაღაცა უნდა გამოცხადდეს ან როდესაც შეფასების ცენტრის მიმართ სერიოზული ეჭვები არსებობს ვიღაცა არ უნდა რაღაცა არ უნდა გამოამჟღავნონ კაცო ასე დახურულად იმაშობიან მე ამბობენ რომ სპეციალისტებს შევეკითხეთ ვის შეეკითხეთ ჩემზე მეტი ვისა გაკეთებული განათლების სისტემაში რომ ან თუ ვინმეს გასაგები აქვს ხუთ კაცი აღარ შევდივარ რამე შემეკითხენ აი ბატონ დიმიტრი ეხლა მაგაზე გამახსენდა ჩვენ უნდა შევეხოთ კიდევ ორ საკითხს რომელიც ძალიან აღელვებს უამრავ 100,000-ობით მშობელს უყურეთ 600,000-ზე მეტი მოსავლია და აბსოლუტურად ყველა მშობელს აინტერესებს ის რომ 11-დან 12 წლიანი სწავლება და როგორც თქვა პრემიერმა კერძო სკოლებს შეეძლება შეინარჩუნოს 12 წლიანი სასწავლო პროგრამა საჯარო სკოლებში თუ ვინმეს ენდომება რომ გაიაროს მე-12 კლასი შეიქმნება სპეცკლასები შეუძლებელია და ამის გაკეთება ბატონო პრემიერ-მინისტრო არ შეიძლება. მე არ ვიცი ისეთი ქვეყანა არც გამიგია ეს კიდევ მიმართავ პედაგოგიკის ისტორიას რომ ქვეყანაში ვისაც უნდა რომ 11 კლასზე ეს არის მთელი საზოგადოება გიწერთ რომ ეს არის საზოგადოების დაყოფა მდიდრება და ღარიბებად მაშინ როდესაც კერძო სკოლაში სწავლობს ხელისუფლების თითქმის ყველა ხელისუფლების შემადგენლობის თითქმის ყველა შვილები რაღაცა ერთი ვიცი მინისტრის მოადგილეა თამარ მახარაშვილი და მისი შვილი სწავლობს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მისი შვილები დანარჩენი არ ვიცი მე ყველა მინისტრის შვილი თუ მინისტრის მოადგილე იქნება თუ რაც იქნება სწავლობენ იქ ახლა რადგანაც ქალბატონი თამარი ვახსენეთ ბარემ კითხვას დავსვა მეც გამოვთქვა მას და მე თქვენ გამოთქვით ამ ორ საკითხზე აი ეს სქემა კორუფციაზე საუბრობდით ეხლა თქვენ და ჩვენ ხო ვიცით რომ კორუფციული ხრელებით არის დატვირთული ეს მასწავლებელთა სქემა 2 წელი თავრობას მიმართავ გააჩერებული ქონდათ ეს სქემა და ძალიან კარგი გააკეთეთ რომ გააჩერეთ ეს კორუმპირებული სქემა მაგრამ ეხლა ისევ რატო გამოაგორეთ ეს სქემა ქალბატონო თამარ მიმართავ მახარაშვილს მიმართავ განათლების მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს მიმართავ პრემიერ-მინისტრს ბატონ კობახიძეს ეგ კინო ნანახი გვაქვს მასე დადიოდა
ნაციონალების ხელისუფლებას, ქოცების ხელისუფლებას, როცა მაგ სქემას იღებდნენ, ახლა რომ ოპოზიციაშია ქალბატონი მანანა რატიანი, ის იყო სქემის კოორდინატორი, მასე დადიოდა ქალაქ-ქალაქს, დაბა-დაბა, სოფელ-სოფელ და დაყვებოდა იქ მინისტრის მოადგილე ვინც იყო, ჯერ ქალბატონი გიგაური და მერე სხვები, ხან მინისტრიც მიდიოდა, არ გვინდა ეს. გაუქმეთ ეგ სქემა და მივიღოთ ახალი ყოველგვარი უნივერსიტეტებმა განავითარონ პროფესიულად, მოამზადონ კიდევაც, გამოცდებიც იქ ჩააბარონ, სასერტიფიკაციო და პროფესიული განვითარებაც მოხდეს უნივერსიტეტების ბაზაზე. დაწერილი მაქვს მე კონცეფცია და გაუგზავნე იმას, რა ქვია, მინისტრს. აი თქვენ რა სიტყვით, ბატონო დიმიტრი? მე იმას ვიტყვი, რომ მე თავიდან მომისმენია თქვენი გადაცემა დღევანდელი, მაგრამ რასაც მიუსარი, ბევრ რაღაცებში ვერ დაგეთანხმებთ, იმიტომ მე უკვე სკოლა არის მიცვალებული ამის გაცოცხლება. სკოლაზე არ მისაუბრია. არა, ყველა სკოლაზე არ ვამბობ, იმიტომ მე სპეციალისტების ნაკლებობა 12 წლიანი. მე ვინ შექმნა ამ აი სქემაზე თქვით, ეს სქემა. არა, უკვე ამას ხო აღარ მოატრიალებ ერთ წელიწადში, კაცო. ვეღარ მოატრიალებ ახლა ერთ წელიწადში ახლა. არა, სქემის ისევ გაცოცხლება უნდა რაღაცა კოსმეტიკური ცვლილებებით. გასაგებია, მაგრამ მე მაგას აღარ ვაქცევ ყურადღებას. არ არის სპეციალისტები ახლა მაგალითად მე ხო და ეს სპეციალისტები ვინ დაკარგა? იმ წინა სქემებმა დაკარგეს. გავიგე 12 წლიანი რომ უნდა იყოს სწავლება. ამაზე საუბარი არ არის, მე ამას ვამბობ და ოღონდ უნდა მაგალითად მათემატიკის განხრით უნდა დაემატოს ძალიან სერიოზული საკითხები, როგორიც არის ახლა წარმოებულის გამოკვლევა ფუნქციის, ასე შემდეგ ფუნქციის ზღვარი, რაღაცების საკითხი ინტეგრალი ჩახაზული. რა აღარ გავაგზავნებ მათემატიკის საკითხებს და ამას ჭირდება დრო ჭირდება ამას მოგახსენებათ და ესე იგი მიმართულებების მიხედვით უნდა იყოს და ამიტომ ეს საკითხები რომ დაემატება თავისთავად უნდა დაუშვა შენ 12 წლიანი იყოს ვიღაცა ექსტერნად 11 წელს დაამთავრეს, მაგრამ 12 წლიანი ჩაეთვლება მას სწავლის სკოლის ესე იგი ასე ვთქვათ იურიდიულად და გზახსნელიც ექნება, იმიტომ ეს სისტემა ასე ვიოლად არ გამოსწორდება. გახსოვთ თქვენ მაგერმა რომ განაცხადნენ რომ ჩვენ დავიწყოთ ახლა პროფილურიო რაღაცმა და მე მიანებენ თავი. ხო ასე უცებ ხარ დაიწყოთ ჩვენ გვეცინებთ ამას. კარგით ბატონო დიმიტრი კარგით და კიდევ რა აინტერესებთ მშობლებს აინტერესებთ ძალიან აი ეს რომელი წლის აბიტურიენტებს შეეხებათ ეს ახალი რეფორმა რომელიც დაანონსა პრემიერ-მინისტრმა რა თქმა უნდა მე-12 კლასელებს ნახეთ კობახიძის თქმით 2026 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ახალი მოდელის შესაბამისად მიიღებენ ახლა უყურეთ ანუ რა მოხდება პროგრამები აი ეს ვადები რო გადასციეს მინისტრის ბრძანებით რომ შეიცვალა და თებერვლის დასაწყისამდე როა გადატანილი მანამდე პროგრამები სახელწოდებების დონეზე და პროგრამები გადაირჩევა ეს პროგრამები დაალაგდება რომელზე უნდა გამოცხადდეს რომელზეა ბაზრის მოთხოვნები ანუ სახელმწიფო დაკვეთა და რომელზე არა აი ახლა მივმართავ უნივერსიტეტის თანამშრომელსაც პროფესორ მასწავლებლებს არა მარტო მშობლებს კერძოს არ შეეხება კერძოს არ შეეხება ამ პროგრამებზე გამოცხადდება ადგილები კიდე მანამდე უნდა დამთავრდეს ბაზრის კვლევა და რა თქმა უნდა სახელმწიფო დაკვეთა იქნება მცირე იმიტომ რომ რა დღეშია ჯერ ჩვენი ქვეყანა და მეორეს ერთი სახელმწიფო დაკვეთა ნიშნავს იმას რომ იქნება რაღაც განსაზღვრული და შემოსაზღვრული და არ იქნება ისე რომ მინიმალური ქულა მიიღო და ყველა სტუდენტი გახდეს და კონკურსი არ იყოს კონკურსი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში აი მშობლებო თქვენს გასაგონად ვამბობ და მოსწავლეებო შემდეგ ანუ მინიმალური ქულებით ვეღარ მოეწყობით. ეხლა რა შეეხება? ამიტომ რა არის საჭირო? კარგად უნდა ისწავლოთ. გეყოფათ ბოლო კლასში რო სწავლობთ, რამდენივე თვე რო დადიხავთ რეპეტიტორთან, არ გეყოფათ. უნდა ისწავლოთ კარგად წლების განმავლობაში. შემდეგ საკადრო პოლიტიკა
გადაწყდება თქვა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ანუ იმ ადგილების შესაბამისი პირველ კურსზე რო შემოვლენ იმ ადგილების შესაბამისი პროფესორ მასწავლებლები იქნება დაქირავებული ანუ ხელშეკრულება დადებული ანუ საკადრო პოლიტიკის საკითხებიც გადაწყდება პროგრამების აკრედიტაცია როგორ მოხდებაო მედავება არაერთი თანამშრომელი მაღალ ჩინოსანის მიიღეს კანონში ცვლილება თანდათანობით შედის ყოველგვარი განხილვების გარეშე ანუ რეფორმა ტარდება აი ამ 4 ფურცლის ამარა და დანარჩენი საჭირო ცვლილებები გზადაგზა შედის ანუ პროგრამების აკრედიტაციის დრო გაგრძელდა ამ თებერვლიდან შემომდგომამდე ეს პროგრამები 3 წლიანად გადაკეთდება 4 წლიანი არავითარი გამონაკლისი არ იქნებაო მაგრამ არაერთი სპეციალისტი ამბობს და მეც მიმაჩნია რომ ყველა პროგრამა ვერ გადაკეთდება ფუნდამენტალური მიმართულების აგნების აგრარული მიმართულების ნუ სამედიცინოზე არ არის საუბარი და აკრედიტაცია გაგრძელებულია 6 თვე იმუშავებთ პროგრამების გადაკეთებაზე მაგრამ 6 თვის მანძილზე ჩაითვლება აკრედიტებულად გასაგებია თუ არა პროგრამების შემცირების სამუშაოები პრაქტიკულად დაწყებულია და ალბათ არის სიები და შრომითი ბაზარსაც გამოიკვლევენ და ყველა მიმართულება განხორციელდება ყველა მიმართულება სექტემბრისთვის უკვე წელს აი მიმდინარე სასწავლო წელს 2025-26 სასწავლო წელს ყველაფერი მოგვარდება როგორც პრემიერი ამბობს მე იქედან გამომდინარე ვამბობ ეს არ არის ჩემი აზრი ყველაფერი მოგვარდება და დარჩება ინფრასტრუქტურა და თვითონ ამ 3+1+1 ამას ჭირდება ხანგრძლივობა ხო 3 წელი უნდა გავიდეს რომ დაასრულოს 3 წლიანი მე 1 წელი უნდა გავიდეს მაგისტრატურა დაასრულოს და მე ვისაც მოუნდება დოქტორანტურაში იმან კიდე 1 წელი დაიმატოს ბაკალავრიატის აი ეს არის მაგრამ საერთოდ საბოლოოდ ვიტყვი რომ სახელმწიფოს და საერთოდ საზოგადოების პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის ის რომ ჩვენ ყველა მეერთობლივად გავაკეთოთ ისო რომ არ დავაზიანოთ საერთო საქმე გააკეთდეს ყველაზე დიდ ვნებათა ღელვას იწვევს შრომითი ბაზრის შესწავლა, პროგრამების გადატან-გადმოტანა და უნივერსიტეტების შენობების გადატან-გადმოტანა, გაყიდვა მიწების შენობების და რუსთავში გადატანა. აი ეს იწვევს ყველაზე და ეს არის ძალიან არაპოპულარული თემა. და მე მიმაჩნია რომ ეს ასე არ უნდა გატარდეს მაგრამ ის რომ რეფორმა გასატარებელია ის რომ ხარისხი ასაწევია ის რომ ის 7 ფაქტორი და მაგაზე კიდე შეიძლება კიდე 7-ის დამატება რომ გამოსასწორებელია კი ბატონო მაგაზე ვინ იტყვის უარს მაგრამ ასეთი გზებით არა და სასკოლო რეფორმაში კიდე რაც გაგვთ გამოცხადებული 11 წლიანი და 12 წლიანი ერთობლივად ეს არ გააკეთოთ ამის გაკეთება არ შეიძლება სქემის გამოტანა რო გინდათ ეხლა რაღაც ცვლილებები ეგ სქემა გაუქმეთ და რაც შეეხება სახელმძღვანელოებს და ეროვნულ სასწავლო გეგმას ეგ ჩვენი ერისთვის აღმოჩნდა დაუძლეველი და მე რა არ მინდა მე არ მინდა მომსახურე ერი გავხდეთ ჩვენ და კიდევ ჩემამდე მოვიდა სიგნალი არც ერთი ხელისუფლების დროს მე ყოველთვის ვაკრიტიკებდი რეფორმებს, იმიტომ რომ არაპოპულარული რეფორმები მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში და ბატონო დიმიტრი არც ერთი ხელისუფლების დროს 3 ათეული წელია მე რეფორმებს ვაკრიტიკებ, როგორი მტარვალი ხელისუფლებებიც არ ყოლია არასოდეს ავტომატებით რო დარბოდნენ ჯაბა იოსელიანეს და იმის დროს მაშინაც ვაკრიტიკებდით და არც ერთი ხელისუფლებას ჩემზე ზეწოლა არ გაუკეთებია თქვენ მიუმართავ ხელისუფლებას თქვენ აკეთებთ ჩემზე ზეწოლას იქამდესაც კი მანამდე იყო სხვადასხვა გამოვლინება და ახლა უკვე
ყველაზე რადიკალური ზომების გატარებას აპირებთ. ასე რომ ცოტა გონს მოდით, თავი შეიკავეთ, გონს მოდით, დაიცხრეთ ვნებები და ემოციები და რასაც გეუბნებიან სპეციალისტები და მთელი ხალხი. ესე იგი გამოდის თქვენ გისმენენ და მე არც მისმენენ, ასე გამოდის. თქვენ სად მუშაობთ? მე არ მუშაობ ახლა. რომ მუშაობდეთ, მაშინ დაგემუქრებოდნენ. ასაგებია, მაგრამ მე დამუქრებული ვით არიან, რო არ მისმენენ, დამუქრება არ არის. კარგით და მაგას რა ჯობია თუ თავისუფალი იქნები, უფრო მეტი დრო მექნება და უფრო კარგად ვიბრძოლებ, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესო რაღაც განაცხადეთ. ანტირეფორმის წინააღმდეგ. ახლა გემშვიდობებით შაბათს გაიმეორებენ 5-ის ნახევარზე ამ გადაცემას მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში მე მანანა ნიკოლაიშვილი მუშაობდი თქვენთვის. თემა განათლებაში დაგეგმილი რეფორმები უმაღლეს სკოლაში და მოსალოდნელი რეფორმები ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.